ქართულ ოცნებას ევრორეკომენდაციების შესასრულებლად ვადა ეწურება. 31 აგვისტოს ბრიუსელი საქართველოს ხელისუფლებისგან ელის პასუხს კითხვაზე, როგორ გადაჭრა ან გადაჭრის თბილისი დემოკრატიული განვითარების გზაზე არსებულ პრობლემებს. ევროგაერთიანებაში ჯერ კიდევ საგარეო საქმეთა მინისტრების ივლისის შეხვედრაზე თქვეს, რომ წინსვლის არარსებობის შემთხვევაში განსახილებლად მაგიდაზე ყველა ვარიანტი დევს. ერთ-ერთი სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის საკითხია. ქართველი ხალხის ამ მონოპოლარის დაკარგვის შემთხვევაში სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები საუბრობენ ქართული ოცნების პასუხისმგებლობაზე. ნაცვლად იმისა, რომ ხელისუფლება კონკრეტულ ნაბიჯებს დგამდეს არსებული სავალალო მდგომარეობის გამოსასწორებლად და ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისის დასასრულებლად, ის აძლიერებს ანტიდასავლურ პროპაგანდას. ხელისუფლების ამ ქმედებების გამო რეალურია საფრთხე, რომ საქართველოს მოქალაქეებმა შეიძლება დავკარგოთ ის შესაძლებლობები, რაც ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა მოგცა. ოჯახის წევრებთან შეხვედრა, თავისუფლად მოგზაურობა, კურნალობა, სწავლა, მუშაობა და განვითარება ევროპულ სივრცეში. სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია არ არის ერთადერთი, რასაც სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთა თქმით შესაძლოა საფრთხე შეექმნას. მათი შეფასებით, დიდია იმის ალბათობა პროცესები ძალიან ნეგატიურად განვითარდეს. ჩვენ გვაქვს კიდე რამდენიმე ინსტრუმენტი, ასე ვთქვათ, ეს არის ასოცირების შეთანხმება, რომლის გადახედვასაც ასევე გეკმავს ევროკავშირი ხოს მომოშ და ასევე კანდიდატის სტატუსი, რომელიც ასევე არის უდიდესი მონაპოლარი და რომელიც შესაძლოა ასევე გადაიხედოს უახლოს მომავალში იმ შემთხვევაში, თუ გაგრძელდება აი ეს ტენდენცია, რასაც ადგილი აქვს საქართველოში, პოლიტიკური ოპონენტების დევნა, სამოქალაქო საზოგადოების შევიწროვება, დამოუკიდებელი მედიის საშუალებების დევნა და შევიწროვება და ასე შემდეგ. ჩვენ ვიმყოფებით ძალიან ნეგატიურ დაღმავალ გზაზე, რამაც შესაძლებელია გამოიწვიოს საქართველოს მრავალი წლით ჩამორჩენა ევროინტეგრაციის პროცესებისგან და საქართველოს ევროპული მომავლის ძალიან დიდი ხნით გადაწყვეტა. არაერთი დიპლომატიური გზავნილის მიუხედავად, ქართული ოცნების წევრები აცხადებენ, რომ არც პოზიციების შეცვლას და არც მოთხოვნილი კანონების გაუქმებას არ აპირებენ. პარტიის წარმომადგენელთა განცხადებით, ისინი ასრულებენ ქართველი ხალხის დაკვეთას და იცავენ ქართულ ღირებულებებსა და ეროვნულ სუვერენიტეტს. თანახმა ხართ, რომ მივცეთ საშუალება, რომ ჩვენს სკოლებში და ბაღებში LGBT პროპაგანდა იყოს. გამოდით და თქვით. თუ ერთი ადგილი გაქვთ, გამოდით და თქვით. აი ამას გთხოვენ, რომ ვიზა ლიბერალიზაციას გაგიუქმებთ, თუ ამ კანონს უკან არ გაიწვევთ. ჩვენ მოსახლეობასთან შეხვედრები გვაქვს. გვეუბნებიან, არც ერთი ნაბიჯით უკან არ დაიხიოთ. ზუსტად იგივე აზრზე არიან და იზიარებენ, რასაც ჩვენ ვამბობთ. გამოდით, გეყოთ ვაჟკაცობა და თქვით, რომ აი ამას ითხოვთ ჩვენგან. თქვენ უსამშობლოებო თქვენ არ დაგითმობთ. ევროკომისიის მიერ დაფინანსებულმა დასკვნა არ დადო ეხლა, რომ საქართველოს ერთ-ერთი საუკეთესო რეგიონში და კანდიდატ სახელმწიფოებს საერთოდ არ ვთვლი, იმიტომ რომ დიდი უპირატესობით ვარ წინ. ნატოს რამდენიმე 10-ზე მეტ სახელმწიფოს უსწრებთ. აი ამ რეფორმებით და აი ამ შედეგებით. და რაღა გინდა ჩვენთან? ყველა წინა პირობა, რაც არის გაწერილი, ხო, ასოცირების ხელშეკრულებით შესრულებული მაქვს. და იმ ქვეყნებზე წინა ვარ, რომელსაც ჩემზე წინ აყენებ. იღებ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას, მე მსჯი უსამართლოდ და აქედან გამომდინარე გეუბნებით, რომ ჩვენ ყველაფერი გაკეთებული გვაქვს. გინდათ მოლაპარაკებები გასვლა მზად ვართ. გინდათ ევროკავშირში მიგვიღოთ მზად ვართ. მაგრამ ეხა ისიც გვესმის, რომ ეკონომიკურად ქვეყანა უნდა გაძლიერდეს, წინ წავიდეს, რომ ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი გახდე, ხო? ეს ასე მარტივი არ არის. ეს კარგად გვესმის. მაგრამ რატო გვაშანტაჟებთ, კაცო, მუდმივად, ხან კანდიდატის სტატუსის, ხან მოლაპარაკებების გახსნით. ახლა აგერ უკვე ვიზა ლიბერალიზაცია კანდიდატის სტატუსის თემამ ვერ გაჭრა და ვერ მოაწყვეთ რევოლუცია. მიუხედავად იმისა, რომ ევროინტეგრაციის გზაზე 31 აგვისტოს ქართული ოცნების ოპონენტები წყალგამყოფ თარიღად მიიჩნევენ, ევროკავშირის წარმომადგენლობა კონკრეტულ პროცედურებს განმარტავს. საქართველოში ევრობლოკის ელჩმა პაվել ჰერჩინსკიმ არაერთხელ განაცხადა, რომ უვიზოდ გადაადგილება ავტომატურად არ გაუქმდება 1 სექტემბრიდან. ამასთან ევროკავშირის წესდების თანახმად მსგავსი გადაწყვეტილებების მისაღებად აუცილებელია მრავალსაფეხურიანი მოლაპარაკებები ბლოკის წევრ ყველა სახელმწიფოსთან, თუმცა არ არის საჭირო ყველა მათგანის თანხმობა. გარდა 31 აგვისტოსა, მმართველი პარტიაც, მისი ოპონენტებიც და საზოგადოებაც უნდა დაელოდოს ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების შეფასების დოკუმენტსაც, რომელიც 2025 წლის ბოლოს გამოქვეყნდება.